დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ როგორც ყოველთვის დღესაც ადამიანზე ვისაუბრებთ და ალბათ ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საუბრობთ ზოგადად სიცოცხლეზე, იმიტომ რომ ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, ეს ყველასათვის საერთო შეთანხმებაა, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი გადაცემა და როგორც კონცეფციას, აი ასე ერთგულად თანმიმდევრულად მიჰყვება. როდესაც ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ჩვენ პრაქტიკულად სიცოცხლის ზოგად კანონზომიერებაზე ვსაუბრობთ. იმ კანონზომიერებაზე, რომელიც არ არსებობს კვების გარეშე. ამიტომ არის ჩვენი გადაცემის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი კვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ის კვებით შუქნიშანი, რომელიც ორიენტირად გამოგვადგება ხოლმე სხვადასხვა პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში ამ პრობლემის უკეთ მართვისთვის. როდესაც კვებაზე და კვებით შუქნიშანზე ვსაუბრობთ, ჩვენ პრაქტიკულად საუბრობთ მთელი საზოგადოების ინტერესზე და ჩვენ გზადაგზა ვამოწმებთ კიდეც, რა იცის საზოგადოება კვებით შუქნიშნის შესახებ. ზოგადად რა იცის კვების შესახებ და როგორ იყენებს მას თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა შეცვალა გადაცემამ იმ ინფორმაციით, რასაც ყოველდღიურად გიზიარებს. 30 წელზე მეტია ამ არხთან თანამშრომლობ და თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ვუყურებთ ამ გადაცემას 2008 წლიდან ყოველდღე პირდაპირ ეთერში. ეს გადაცემა ნიშნავს იმას, რომ მე ყოველდღე თქვენს ოჯახებში სტუმრად მოდივარ და კვებაზე გესაუბრებით სხვა მრავალ საკითხთან ერთად. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის ნაწილი ჩვენი გადაცემისა, რომელიც მიმდინარე სატელევიზიო სეზონს უკავშირდება და რომელიც გულისხმობს სიუჟეტების ციკლს, რომელსაც ლუკა ფანქველაშვილი უძღვება. მე ვარ ლიზა აბრამიშვილი, 7 წლის და მოვედი ჩემ მეგობართან ერთად. მე ვარ ნიტა სისვაძე, 7 წლის და მოვედი მეგობართან ერთად. მე მიყვარს ხინკალის ჭამა. მშობლები ხშირად მეუბნებიან, რომ ჯანსაღი საჭმელი მივირთო. მეუბნებიან, რომ ჭამო წვნიანები. ხშირად მეუბნებიან, რომ ჩიფსი და ჟელიბონი არ ჭამო, იმიტომ რომ არ არის კარგი საკვები. ვიცი რომ ჯანსაღი არაა ჩიფსები, მაგრამ ხანდახან ხოლმე ვჭამ. მე ხშირად ვჭამ ხოლმე ყიყლიყოს სუპებს, კიტრს დავდებ მწვანეზე. კიტრი იმიტომ დავდებ მწვანეზე, რომ ჯანსაღი ბოსტნეულია. ფარსოს მწვანეზე დავდებ. ცხელი იმიტომ დავდებ მწვანეზე, რომ ჯანსაღია. ბროკოლს დავდებ მწვანეზე. ბროკოლი იმიტომ დავდებ მწვანეზე, რომ ჯანსაღი ბოსტნეულია. ბანანს დავდებ ბანანსაც დავდებ მწვანეზე. ბანანი იმიტომ დავდებ მწვანეზე, რომ ჯანსაღია. სტაფილოსაც მწვანეზე დავდებ. სტაფილო იმიტომ დავდებ მწვანეზე, რომ ჯანსაღია და მეც ძალიან მიყვარს. ავოკადოსაც მწვანეზე. ავოკადოც ჯანსაღი ხილია. ყურს დავდებ ყვითელზე. ყური იმიტომ დავდებ ყვითელზე, რომ ბევრი ჭამა არ შეიძლება. ხორცი იმიტომ დავდებ ყვითელზე, რომ მიყვარს, მაგრამ ხშირად არ ვჭამ. თევზს დავდებ ყვითელზე. ვიცი რომ ჯანსაღია, მაგრამ მე არ ვჭამ. ყვალს დავდებ ყვითელზე. ყველი იმიტომ დავდებ ყვითელზე, რომ ვიცი რომ ჯანსაღია, მაგრამ არ მიყვარს და ხშირად არ ვჭამ. და სოსისსაც. სოსისი იმიტომ დავდებ ყვითელზე, რომ არაა ჯანსაღი ძაან. ნაყინს დავდებ წითელზე. ნაყინი არაჯანსაღია, მაგრამ მე მიყვარს. და წელსაც დავდებ წითელზე. გაზიანი სასმელი იმიტომ დავდებ წითელზე, რომ ბევრი შაქარი აქვს და გაზი აქვს და გაზი მუცელს გვატკიებს. დონატებსაც წითელზე. დონატები იმიტომ დავდებ წითელზე, რომ არაჯანსაღია. ეს ფერები მომეხმარა, რომ სწორად დამელაგებ. ჯანსაღი კვება ადამიანისთვის კარგი. მე მარი ექიმის რჩევას გავითვალისწინებ, რადგან ის დამეხმარება უფრო ჯანსაღი იყო. მე მარი ექიმის ნათქვამს გავითვალისწინებ, იმიტომ რომ უფრო ჯანსაღად ვიკვება.
როდესაც კვებითი შუქნიშნის სიუჟეტებს ვუყურებთ, განსაკუთრებული არის ბავშვების მონათხრობი და დააკვირდით, რამდენად დიდია ჩვენი უფროსების პასუხისმგებლობა, გავითვალისწინოთ შემდგომში რა უყვართ მათ და რა არ უყვართ, რატომ? იმიტომ რომ ხშირად მათი დამოკიდებულების საფუძველი, მათი არჩევანი საფუძველი სწორედ ეს არის. მიხარია რომ მიუხედავად პირადი დამოკიდებულებისა, ლიზასაც და ლიკასაც ძალიან მოსწონს ბოსტნეული და ხილი და მათ ყოველთვის მწვანე ზონაში მიუჩენენ ადგილს. ხშირად ბადებს კითხვას, რატომ აღმოჩნდება თევზი ან ყველი ყვითელ ზონაში? აქ პასუხი მარტივია. თქვენ ალბათ თავად მოისმინეთ, რომ ამ შემთხვევაში არჩევანი განაპირობა სწორედ სიყვარულმა. არ უყვართ, არ მოსწონთ და ამიტომ. გასათვალისწინებელია აგრეთვე სტერეოტიპული დამოკიდებულება, მაგალითად გაზიანი სასმელი მუცელს აგვატკიებს. მთავარი სირთულე და მთავარი ტვირთი ტკბილი გაზიანი სასმელები სწორედ სიტკბოა და დიდი დატვირთვა ფუჭი კალორიებით. ხოლო რაც შეეხება ნაყინს, რომელზეც ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილად თქვა ჩვენი სიუჟეტის გმირმა, ზომიერი მოხმარების შემთხვევაში ყველა პროდუქტი შეიძლება იყოს ძალიან სწორად გამოყენებული ყოველდღიურ რაციონში. მათ შორის ლიზას საყვარელი ხორციც, რომელსაც ფრთხილად მოიხმარს, მიუხედავად იმისა, რომ ხორცი და ხინკალი თურმე ძალიან უყვარს. მოკლედ, დამოკიდებულება ბავშვების ხშირად არის ემოციებთან დაკავშირებული და ეს უფროსებმა უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა ვიდრე საუბარს გავაგრძელებთ, ერთი ძალიან საინტერესო გამოკითხვის შესახებ მინდა რამდენიმე წამში გაგიზიაროთ ინფორმაცია. როდესაც დღევანდელი გადაცემისთვის ვემზადებოდით, გადავწყვიტეთ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი შეგვემოწმებინა. ამ თემაზე ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობთ, წლების მანძილზე ვუბრუნდებით ამ საკითხებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრი პრაქტიკული ცოდნა ჰქონდა საზოგადოებას და გადავწყვიტეთ გადაცემის წინ ეს ცოდნა შეგვემოწმებინა. და საზოგადოებას დავუსვით ერთი მარტივი შეკითხვა. სოციალურ ქსელში იყო რასაკვირველია ტრადიციულად გამოკითხვა და კითხვა ჟღერდა შემდეგნაირად: ქალებისთვის როგორი ფეხსაცმელია ზაფხულში უფრო მოსახერხებელი და რეკომენდებული? მაღალი ქუსლით, დაბალი ქუსლით, ქუსლის გარეშე, ანუ მთლიანად ლანჩით და პასუხი ერთ-ერთი რასაკვირველია, როგორც ყოველთვის იყო, არ ვიცი. და გამოკითხულთა უმრავლესობამ, ანუ 78%-მა მიუთითა, რომ დაბალი ქუსლით, მაღალი ქუსლით მხოლოდ 6%-მა მიუთითა, ბრტყელი ლანჩით 14%-მა და 12%-მა უპასუხა არ ვიცი. არის თუ არა ეს რეალური სურათი, ასახავს თუ არა ჩვენი საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხს და რეალურ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ, ამას უკვე რამდენიმე წამში ჩვენ სტუმართან ერთად გავარკვევთ. როდესაც ადამიანის ორგანიზმს თვალს შევავლებთ, ადამიანის სხეულს თვალს შევავლებთ, ჩვენ ვითვალისწინებთ მთავარ პრინციპს, რომ ადამიანი შეიძლება შევაფასოთ უძრავ მდგომარეობაში, ანუ სტატიკურად და შევაფასოთ დინამიკურად, ანუ მოძრაობის პროცესში. და იმისათვის, რომ ადამიანმა იმოძრაოს, უამრავი მექანიზმია ამისთვის გასათვალისწინებელი. ამ მექანიზმების ჰარმონიული მუშაობა და განსაკუთრებით იმის გათვალისწინება, რომ ჩვენ ვართ ორ ფეხზე მოსიარულე ძუძუმწოვრები. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. იმ თემის გასააზრებლად, რომელზედაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ სეზონურ ჭრილში ვსაუბრობთ, აქ ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე და გავიხსენებთ ისეთ თემებს, რომელიც სეზონის მიუხედავად ყოველთვის აქტუალურია. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ ექიმი, პოდიატრი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი თამარ კოტარია. დილამშვიდობისა თამარ. მიხარია თქვენი სტუმრობა და მიხარია ის ფაქტი, რომ ამდენი წლის თანამშრომლობა და მეგობრობა გაკავშირებთ ჩვენს გადაცემასთან. მე აუცილებლად უნდა დავაზუსტო მაყურებლისათვის. ჩვენი გადაცემის ერთგულმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რომ პოდიატრი არის ტერფის სპეციალისტი და არა ხარვეზით წარმოთქმული პედიატრი. და ამიტომ ჩვენ სწორედ ტერფის ჯანმრთელობის ჭრილში უნდა ვისაუბროთ და დავიწყოთ მოძრაობით, ტერფით და იმ მთავარი კანონზომიერებით, რომელიც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ჩვენი როგორც ძუძუმწოვრების განსაკუთრებულ თავისებურებას. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ასეთი წოდებისთვის თქვენი გადაცემის მეგობარი რომ ვარ, ამისთვის დიდი მადლობა. ჩვენ მადლობა.
ასე იგი სიარული ძალიან რთული პროცესია, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ეს არის ზვალსახსროვანი სისტემა, კუნთოვანი და ნერვული სისტემა. სივრცეში გადაადგილებას უზრუნველყოფს ტერფი. ასე იგი ტერფი არის პირველი და საბოლოო რგოლი მოძრაობის დაწყებაში და დასრულებაში და იმიტომ რომ ასეთ რთულ პროცესს უნდა გაუმკლავდეს, ის არის ძალიან ნატიფი აგებულების. ასე იგი ყოველ ნაბიჯზე მთელი სხეულის პოტენციური ენერგია გადადის კინეტიკურში და აი ამას ემსახურება ტერფი. და ამიტომ მას აქვს ძალიან მრავალი ძვალი, ესე იგი არის 28 შედგება 28 ძვლისგან, აქვს 20 სახსარი, აქვს 26 პოზიცია, რომ გაუმკლავდეს ამ რთულ დავალებას, ასე ვთქვათ. მაგრამ თვითონ ტერფი, იმიტომ რომ ამას ყველაფერს გაუმკლავდეს, საჭიროებს სერიოზულ მხარდაჭერას ფეხსაცმლის მხრიდან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხსაცმელი, მისი ამორტიზაციის მექანიზმი, მისი სიმაღლე და როგორ არის მოთავსებული ტერფი მასში, რამდენად კომფორტულად. ამორტიზაციის ძირითადი ელემენტი, ანუ მოძრაობა იწყება ქუსლიდან. ასე იგი ქუსლიდან წინა ტერფზე გადაგორებით, ესე იგი ჯერ არის ყრდნობა ქუსლზე, მერე მთლიანად ტერფზე და მერე წინა ტერფის წინა მესამეზე, იმიტომ რომ მოწყდეს ტერფი. ამიტომ ასეთ სიტუაციაში ტერფის მომსახურება ფეხსაცმლის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგალითად, რატომ შემორჩა ასე დიდხანს მოდაში, ასე ვთქვათ, სპორტული ფეხსაცმელი, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია. და ის აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ტერფს ჭირდება. ანუ ძირი ამორტიზირებული აქვს, ქუსლი მკვრივი აქვს, რაც იჭერს ანატომიურ ქუსლს და მზაობას ძენს მას, რომ დაიწყოს ქუსლიდან წინა ტერფზე მოძრაობა. და ცხვირი, სადაც თითები თავსდება, რომელიც ასევე ძალიან მოსაფრთხილებელია, ისინიც კომფორტულად არის და ამიტომ მოძრაობის აქტი ქუსლიდან წინა ტერფზე გადაგორება სრულფასოვნად ხორციელდება. მაგრამ ნუ ეს სპორტული ფეხსაცმელი ძალიან ხშირად გვაცვია როგორც ორივეს ქალბატონებსაც და მამაკაცებსაც ძალიან ხშირად, მაგრამ მაინც არის ესეთი სიტუაციები, როცა სპორტული ფეხსაცმელი არ არის მაინდა-მაინც. ანუ სპორტულია, მაგრამ არ არის სწორად შერჩეული, ამას გულისხმობ. არა, სპორტულით არის, მაგრამ სპორტულით ყველგან მაინც ვერ ვართ, ხომ? ეს ყოველდღიურობაში. ანუ დანიშნულებას გულისხმობს. და ფეხსაცმლის რაობა და ფეხსაცმლის ტიპი უნდა შეესაბამებოდეს მოსალოდნელ დატვირთვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, როდესაც მთელი დღე გვაქვს დატვირთული დღე და უნდა ვიაროთ ფეხით, ასაკურია სპორტული ფეხსაცმელი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან აგვარებს ამ სიტუაციას კარგად, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც თქვათ საღამოს ან წვეულება, ან თეატრია, ოპერა, სადაც სპორტული ფეხსაცმლით ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი სიარული. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სეზონურობის გათვალისწინება. ნუ ზამთრის ფეხსაცმელზე ბევრჯერ გვისაუბრია და ძალიან მნიშვნელოვანია იქაც ბევრი დეტალები, ზუსტად თითების მოთავსება როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა. ხუთით ამაზე ცოტა შევჩერდეთ და შევადაროთ ზამთრის და ზაფხულის ფეხსაცმელს შორის რა განსხვავებაა და აი თქვენ რომ ბრძანეთ როგორ უნდა იყოს ტერფი მოთავსებული, იგივე თითების მდგომარეობა, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი რომ სეზონურ წრილში გავიაზროთ ეს საკითხი. თითქოს რა განსაკუთრებით მინდა შევეხო მოკლედ ხანდაზმულთა ტერფს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხანდაზმულობის შემთხვევაში ხანდაზმულ ადამიანებს აქვთ გათხელებული კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, რაც კარგავს თბორეგულაციას, ანუ დაკარგვა სითბოსი ძალიან ადვილია და გადამეთციება ტერფი შეიძლება მარტივად მოხდეს. ამიტომ ზამთრის ფეხსაცმელი უნდა იყოს შიგნიდან აუცილებლად ბუნებრივით მოფენილი, ტყავიან ქსოვილი და თითების მიდამო უნდა იყოს თავისუფალი. უნდა იყოს ოდნავ დიდი ფეხსაცმელი და ძალიან დიდი არა, იმიტომ რომ დიდი სივრცე თუ არის ფეხსაცმელს წვერსა და თითებს შორის, ეს შეიძლება ტრავმატიზაციის მიზეზიც კი გამოხდეს, იმიტომ რომ ნაბიჯის დროს მიჯახება ხდება თითების ცხვირთან და ეს არ შეიძლება. ოდნავ დიდი უნდა იყოს, ისე რომ ნაბიჯის დროს ტერფის დაცურება არ მოხდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანია ის სპორტული ფეხსაცმლის ძირიც ის ოდნავ დახრილია, რომელიც უზრუნველყოფს ისევ ქუსლის კომფორტულად მოთავსებას და ქუსლიდან წინა ტერფზე გადასვლას ხელს უწყობს ამ პოზიციაში.
იგივე მდგომარეობაში ზაფხულის ფეხსაცმელი, აი თქვენ ბრძანებდით თითები როგორ უნდა იყოს განლაგებული ზამთრის ფეხსაცმელი. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ზაფხულის ფეხსაცმელი უმეტეს შემთხვევაში არის თითები ღია. ეს აქ ძალიან დაუცველია ტერფი, მით უმეტეს თუ მაღალი ქუსლია, მაღალი ქუსლი უზრუნველყოფს ისე იგი ვეღარ უზრუნველყოფს ასე ვთქვათ ქუსლის კომფორტულ მდგომარეობას, იმიტომ რომ ქუსლი აწეულია დედამიწიდან, მიწასთან მისი შეხება არ არის, შემცირებულია ამის ფართი და მთლიანად დატვირთვა გადასულია წინა ტერფზე. და ამ დროს წინა ტერფი არის თავისუფალი და ღია. ამიტომ დიდი შანსია ტერფის დაცურების. მით უმეტეს ზაფხულში, როცა გარკვეულად რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს ფეხსაცმელი, მაინც არის ოფლის გამოყოფა, რომელიც იწვევს სრიალს და ესეთ დააძლევს დაახლოებით მდგომარეობაში თითები როცა. ამიტომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის წინ დახურული და უკან ღია. აი სანდლები, ესე ეგრეთ წოდებული სანდლები, მაგრამ ისიც ახლა ყოველდღიურად უფრო იხმარება სანდლები გამოსასვლელი ფეხსაცმელი. ყველაზე ოპტიმალური ზაფხულში არის ეს, რომ ქუსლი დაცული იყოს, თითებიც, მაგრამ გვერდებზე იყოს შეხსნილი და აერაცია ამით უზრუნველყოფილია და ტერფი კომფორტში ასეთ სიტუაციაში. ნუ რასაკვირველია, სპორტული ფეხსაცმელი ზაფხულში შესაძლებელია, ოღონდ რაღაც გარკვეული იმების გათვალისწინებით. იქაც ქუსლის სიმყარე უნდა იყოს, მაგრამ წინა ნაწილი ისიც აი თქვა დაჩრეტილი ქსოვილისგან, რომელიც აერაციას უზრუნველყოფს. ეს გადამწყვეტია, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ტერფი ჩახურდება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თქვენ რამდენჯერმე გავუსვით ხაზი, როგორ უნდა მდებარეობდეს ტერფი ფეხსაცმელში. და თქვენ, როდესაც დაიწყეთ საუბარი, ტერფის როლი აღნიშნეთ, ხაზი გავუსვით, რამდენად რთულია თვითონ როგორც სტრუქტურა და რამდენად დიდ სამუშაოს ასრულებს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ყრდნობაც და გადაადგილებაც. და ტერფის მდებარეობა ფეხსაცმელში, როგორც მისი ჯანმრთელობის წინაპირობა და ადამიანისთვის კომფორტის წინაპირობა. ყველაზე ადვილად აღქმადი, რატომღაც არის ხოლმე და ადვილად მოსახმარი, თითქოს ყველაზე კომფორტულადაც აღიქმება სრულიად უძირო ფეხსაცმელი, რომელიც თითქოს ადამიანს ყველაზე მეტ კომფორტს შესძენს გადაადგილების პროცესში. მართლაც ასეა, უძირო ფეხსაცმელი ჩვენი ტერფისთვის საუკეთესო არჩევანი შეიძლება იყოს? არა, უძირო ფეხსაცმელი არ არის არჩევანი. საერთოდ ეს უძირო ფეხსაცმელი ერთჯერადად ჩაცმის დროს არის კომფორტული, იმიტომ რომ სუბუქია და რაღაცნაირად ტერფი ხელთათმანივით ერგება ტერფს, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ტერფის ბიომექანიკაში აბსოლუტურად გაუგებარ როლს ასრულებს და ავხსნი რატომ. იმიტომ რომ ისე ამორტიზაცია რა, საერთოდ ფეხსაცმლის ხარისხი განისაზღვრება მისი სიმკვრივის და ამორტიზაციის უნარით. და ყელძირიან ფეხსაცმელს ამორტიზაციის უნარი საერთოდ არ აქვს. აი, როგორც არის ეგრეთ წოდებული კეტები. ის რეზინის ძირი არ არის ამორტიზაცია არ აქვს იმას და ამიტომ აი ქუსლიდან წინა ტერფზე გადაგორება ესეთი არაამორტიზირებული ძირით ძალიან დიდ დაძაბვას ითხოვს ტერფის მხრიდან. ან მაგალითად შლოპანცებს რო ეძახიან ერთი თითი გაყრილია და აი იმ შემთხვევაში ანუ რეალურად ფლოსტები, რომელსაც სამკუთხა სარჭი აქვს. იმისთვის რომ დაამაგროს ცერტი. აი ის ხომ ძალიან ესეთია აქტუალური ყველა საცვია და ძალიან ფართოდ მოხმარებადი. ფართოდ მოხმარებადი, მაგრამ იმითი მთელი დღე რო იაროს ადამიანმა აუცილებლად დაეჭიმება აქილევსის პრესი, ფასცია, იმიტომ რომ ეს აი ზუსტად ის რაც მე აღვნიშნე, რომ ფეხსაცმლიდან მხარდაჭერა წირდება ტერფს, ეს მას არ აქვს. პირიქით ძალას აცლის ტერფს. როცა ძალიან რბილია ფეხსაცმელი, ის мотиваციას კარგავს ნაბიჯის შესრულებისთვის, იმიტომ რომ ფეხსაცმელში იმიტომ უნდა იყოს ტერფი მოთავსებული კომფორტულად, რომ ყრდნობის აღქმა იყოს. აი ასევე არ შეიძლება უძირო ფეხსაცმელი, ამიტომ არ შეიძლება რომ ძალას ართმევს და აი ძალიან სქელი პლატფორმაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ის პლატფორმა გვიკარგავს მიწასთან აღქმის უნარს, მიწიდან წამოსულ ინფორმაციას, რითიც ჩვენ ანუ ზედაპირს ვეღარ ვკითხულობთ. ზედაპირს ვეღარ ვგრძნობ და ვეღარ აღვიქვავთ და ამ დროს ჩვენი სიარული, აი ნერვული, ჩვენი პირველი ნაბიჯი ხორციელდება მხოლოდ თავის ტვინის კონტროლით. დანარჩენი ყველა ზურგის ტვინის კონტროლით. ამიტომ ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ. ამიტომ არის საჭირო ძალიან მოხერხებულად იყოს ტერფი მოთავსებული, რომ თვითონ გაუმკლავდეს ამ სიტუაციას, წამოსულ იმპულსებს, ასე ვთქვათ, ხელი შეუწყოს ტერფის პოზიცია.
და კიდევ ფეხსაცმელი იმ გაგებითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტერფი აი თავისი ამ უნიკალური სტრუქტურით მნიშვნელოვანია არა მარტო ძვალსახსროვანი სისტემისთვის, არამედ მთელი რიგი დაავადებებისთვის, როგორიც არის ესეთი დაავადებები, რომლის პათოგენეზშიც, ანუ განვითარებაშიც ტერფი მონაწილეობს, აი მაგალითად ლიმფოვენური უკმარისობა დაახსნი რატომ და არის ისეთი დაავადებები, რომლის შედეგიც ტერფში ჩანს, მაგალითად დიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი და ენდარტერიტი. შაქრიანი დიაბეტი და ენდარტერიტის დროს, იმიტომ რომ დაქვეითებულია მიკროცირკულაცია, ტერფის სისხლით მომარაგება დაქვეითებულია და ინერვაციაც, აი ეს დაბუჟება და ეს უსიამოვნო შეგრძნებები. ამ დროს ტერფის მოვლა განსაკუთრებული ხდება უკვე, იმიტომ რომ როცა მგრძნობელობა დაქვეითებულია, იქ ფეხსაცმლის მნიშვნელობა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში არის. და უნდა დათვალიერდეს ტერფი და უნდა შემოწმდეს ყოველთვის ფეხსაცმლის შიგნითა ზედაპირი. ზაფხულში განსაკუთრებით, აი ეს დაცურების მომენტი, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ, შაქრიანი დიაბეტის პაციენტების შემთხვევაში გამორიცხული უნდა იყოს. ლიმფოვენური უკმარისობის დროს, იმიტომ აქვს ტერფს მნიშვნელოვანი როლი, რომ ლიმფოვენური უკმარისობის და მძიმე ფეხის სინდრომის განვითარებაში ვენის კედლის ნაკლოვანებასთან ერთად ტერფის ფუნქცია არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ტერფის გულზე გამოხატულია ვენური ქსელი, ფართოდ არის გამოხატული, რომელიც უნდა დაიჭირხნოს მოძრაობის დროს. და ეს არის სასიგნალო სისტემა, რომ გამოიდევნოს ლიმფა და სისხლი წვივის მიდამოდან. ამიტომ ტერფი უნდა იყოს კომფორტულად მოთავსებული, რომ ეს სრულფასოვნად მოხდეს. ერთი მხრივ ბრტყელი ზედაპირი ფეხსაცმლის, რომელიც უბრალოდ ბრტყელი ძირი ფეხსაცმლის, რომელიც არ არის ოპტიმალური ჩვენი ტერფის ჯანმრთელობისათვის და ლანჩა, რომელიც ბევრად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება ტერფის ფუნქცია. და მეორე მხრივ არჩევანი, როგორი უნდა იყოს ქუსლი და ქუსლის ზომა. რამდენად მნიშვნელოვანია აქაც ვისაუბროთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებლებზე, რომელიც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს რამდენად კარგად იმუშავებს ჩვენი ტერფი. ესე იგი ოპტიმალური, საერთოდ ყველაზე იდეალური ვარიანტი არის, როდესაც ოდნავ ფართოვდება ეს დახრის კუთხე რო არის, თქვა რაღაც 20-30 გრადუსი, ამ შემთხვევაში ტერფი მოთავსებულია ძალიან კომფორტულად, მაგრამ ნუ ეს არ არის ყოველთვის მოდაში, არ არის თქვა ახალგაზრდებისთვის მისაღები დიზაინი ეს. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის თასმე ყოველდღიურობისთვის, ნუ სპორტულს თუ გვერდზე გადავდებთ, თასმებიანი ფეხსაცმელი 3-4 სანტიმეტრიან განიერ ქუსლზე. აი ინსპექტორებს რომ ეძახიან, აი ამ ტიპის ფეხსაცმელი, იმიტომ რომ აი აქ ეს ყველაფერი თასმებს იმიტომ გულისხმობ, რომ რეგულირებადია და დღის განმავლობაში ტერფი ძალიან იცვლის, დღის ბოლოს სხვა ზომის არის ტერფი, დღის დილით სხვა ზომის არის და რაღაცნაირად თასმები ამიტომ ძალიან კომფორტულია ამ შემთხვევაში. და ეს 60 სანტიმეტრიანი განიერი ქუსლი ოპტიმალურია იმ სიტუაციისთვის, რომ ტერფმა სრულფასოვნად იფუნქციონიროს. რაც შეეხება მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ნუ მაინც ისე გვაცვია, ხო, რაღაც მთელი დღე მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ყოფნა რთულიც არის და იძაბება ძალიან ტერფი, იმიტომ რომ ქუსლი არის ჰაერში გამოკიდებული და უჭირს ტერფს. თორე ისე რაც გაკვირვებელია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, აქაც 5-6 სანტიმეტრი არის, ნუ იმაზე ზევით უკვე რაღაცნაირად უკვე აღარ შეესაბამება ჩვენს ანატომიურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობას 8 სანტიმეტრიანი ქუსლი მაგალითად, მაგრამ ნუ რაღაც მოცემულ მომენტში, როდესაც ამის საჭიროება ან სურვილია, რასაკვირველია, ყველაფერი შეიძლება. ქალბატონ თამარ, ჩვენ გქონდა წინასწარი სამზადისი ამ თემასთან დაკავშირებით და მაყურებელს უბრალოდ სოციალურ ქსელში ჩვენს მომხმარებლებს დაუსვით კითხვა. მოდით ერთად ნახოთ ეს კითხვა. კითხვა ძალიან მარტივად ჟღერს, როგორ ფიქრობ ზაფხულში ქალებისთვის რომელი ფეხსაცმელია, უბრალოდ როგორი ფეხსაცმელია რეკომენდებული მაღალი ქუსლით, დაბალი ქუსლით, ბრტყელი ლანჩით და არ ვიცით. როგორც ხედავთ, რეალურად უმრავლესობამ, ანუ 78% ბრძანა რომ დაბალი ქუსლით, მხოლოდ 14%-მა აღნიშნა რომ ბრტყელი ლანჩით არის უკეთესი ქალებისთვის, 12%-მა უპასუხა რომ არ ვიცით და მაღალი ქუსლით მხოლოდ 6%-მა. რეალურად ასახავს ეს საზოგადოების დამოკიდებულებას, თქვენ როგორ ფიქრობთ? ასეთია, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ხო. ეს ყველაფერი მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა საზოგადოება და ეს ყველაფერი იქნა სპორტულმა ფეხსაცმელმა. იმ კომფორტმა ისეთი ის შემოიტანა ცნება ფეხსაცმელთან დაკავშირებით, რომ ხალხი მიხვდა. იმიტომ რომ აი მე მაგალითად ხშირად ქუჩაში რო ვაკვირდები, ნუ 10 ადამიანიდან 8 სპორტული აცვია.
იმიტომ რომ ვერ შეელიან ამ კომფორტს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ხო, ნუ აი რასაკვირველია, მე ვთვლი, ჩემი აზრია, რომ ყველაზე არის საშუალო ქუსლით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის. მოდით კიდევ ერთხელ ვთქვათ, ეს ოპტიმალური საშუალო ქუსლი რამდენი სანტიმეტრია? ჩვენმა საზოგადოებამ რომ კიდევ ერთხელ 3-4 სანტიმეტრი, აი ასეთი ქუსლით შეიძლება 3-4 სანტიმეტრი, მაგრამ ყველა ზაფხულში ხა სქელის ვერ იქნება, მაგრამ განიერი ქუსლი და 3-4 სანტიმეტრიანი, ნუ ყველაზე იდეალური. იმაში პრაქტიკულად ტერფი არ უნდა დაიღალოს, თუ პრობლემა არა აქვს ტერფს. როდესაც ვარჩევთ სეზონურ ფეხსაცმელს, თქვენ მის გახსნილობასთან დაკავშირებითაც ისაუბრეთ, ქუსლზეც ისაუბრეთ, ლანჩის თავისებურებაზეც. ასაკობრივ ჭრილში ზამთრის ფეხსაცმელი შეაფასეთ, ზაფხულის ფეხსაცმელი ასაკობრივ ჭრილში ბავშვებს თითქოს ძირითადად ღია ფეხსაცმელი აცვიათ, თითქმის უძირო ფეხსაცმელი აცვიათ. უფროსი ასაკის ადამიანებიც ასევე არჩევანს აკეთებენ სწორედ მაქსიმალური კომფორტისა და სიმსუბუქის სასარგებლოდ. არის თუ არა სეზონთან ერთად ასაკი გასათვალისწინებელი, როდესაც ვსაუბრობთ ზაფხულის ფეხსაცმელზე? არის და თუ თქვათ აი ესეთი უკვე ასაკობრივ იმაში რაღაც დაავადებებიც ფიგურირებს სამწუხაროდ ჩვენ რეალობაში ასეა. აი მე იმიტომ ვიძახი, რომ აერაცია აუცილებლად უნდა იყოს, აი სანდლების ტიპის ფეხსაცმელი არის ბავშვებისთვის და ხანდაზმული ადამიანებისთვის იდეალური. იმიტომ რომ აერაცია არის და თან დაცულია ტერფი. აი ღია ქოშებით ქუჩაში სიარული ცოტა ისეთია, განსაკუთრებით ასაკოვანი, იმიტომ რომ იქ რისკი შემცველი. რისკი შემცველია. ისევე როგორც პატარებში. იმიტომ რომ ის რაღაცნაირად თუ მზომველობა დაქვეითებული ასაკობრივ ასპექტში ის ვერ განსაზღვრავს და შეიძლება მოხდეს რაღაც. პატარებმაც რასაკვირველია არიციან თუ არ ეტკინა, ვერ მიხვდებიან. ამიტომ ჯობია რომ დაცული იყოს თითების მიდამო და ქუსლის და აერაცია იქნება რასაკვირველია ამ სანდლებში. ძალიან დიდი მადლობა. მრავალწლიანი მეგობრობისთვის და დღევანდელი სტუმრობისთვის, პრაქტიკული რეკომენდაციებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებელი თქვენს რჩევებს აუცილებლად გაითვალისწინებს სეზონური ფეხსაცმლის შერჩევისას. თუნდაც ასაკობრივ ჭრილში მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა ექიმი, პოდიატრი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი თამარ კოტარია. მე არ გემშვიდობები, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. დღევანდელი ჩვენი კვებითი შუქნიშანი რამდენიმე ამოცანის გადაჭრას ერთდროულად ეცდება. და ეცდება იმის გათვალისწინებით, რას ეძღვნებოდა დღევანდელი ჩვენი გადაცემა. ჩვენ ტერფის ჯანმრთელობაზე ვისაუბრეთ და ტერფის ჯანმრთელობის გათვალისწინებით ფეხსაცმლის რჩევის აუცილებლობაზე, სეზონური თავისებურებების საფუძველზე. თუმცა როდესაც ტერფის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ტერფის დაზოგვაზე ვსაუბრობთ და თუ გნებავთ ფეხსაცმლის შესაბამისობაზე ტერფთან, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი სხეულის წონა. რადგან ადამიანი, რომელიც ორ ფეხზე მოსიარულე ძუძუმწოვარაა, ყრდნობისა და გადაადგილებისათვის უზარმაზარ დატვირთვას უქმნის ტერფს. ამიტომ წონის მართვა სეზონურად ასევე მნიშვნელოვანი ამოცანა შეიძლება აღმოჩნდეს. ზაფხული არის ძალიან კარგი, ოპტიმალური პერიოდი იმისათვის, რომ კარგად შევაფასოთ საკუთარი წონა და ის ამოცანები, რომელიც გვაქვს. თუნდაც იმიტომ, რომ ზამთარში, სამოსში გამოხოვულებს ხშირად საკუთარი ორეულიც კი სარკეში აღქმული გვატყუებს. მაშინ, როდესაც ზაფხულის სამოსი ბევრად უფრო ობიექტურად ასახავს ხოლმე ჩვენს რეალურ წონას და ასეთ შემთხვევაში ღელვა, შფოთვა, იმედგაცრუება კი არ უნდა დაგვეუფლოს, არამედ დავინახოთ რეალური ამოცანები და შესაძლებლობები, რომელსაც თავად სეზონი გვთავაზობს. მაგალითად, თანამედროვე მედიცინა წონის მართვისთვის რამდენიმე ძირითად ამოცანას ხედავს. ეს გახლავთ წონასწორობა, რომელიც უნდა იყოს საკვებ პროდუქტებში, ანუ დაბალანსებული კვება, არა რაღაც მოდელი უნივერსალური, ყველასათვის ერთნაირად სარგო, უკიდურეს შეზღუდებზე დაფუძნებული, არამედ დაბალანსებული კვება. ეს გახლავთ სიმსუქნესთან ასოცირებული და სიმსუქნეს საფუძვლად ჩამოყალიბებული ანთების მართვა და ეს გახლავთ ნაწლავის მართვა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი შეიძლება თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობ ბანერებზე ახლა გავიაროთ. მაგალითად, ოპტიმალური კვების მოდელები, საუკეთესო დიეტები, რომელიც ბოლო კვლევებით და პროფესიონალთა შეფასებით არის დადგენილი. უპირველეს ყოვლისა ეს არის ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო გაწონასწორებულ მოდელად წონის მართვისთვის.
და გარწმუნებთ თუ პროდუქტების ჩამონათვალს გადავხედავთ, ზაფხული ამ მხრივ ნამდვილად საუკეთესო პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს ამ მოდელის ჩვენს რაციონში დასამკვიდრებლად. და აგრეთვე ბოლო კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ არანაკლებ წარმატებული წონის მართვაში შეიძლება აღმოჩნდეს დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად. თქვენ გახსოვთ, რომ ეს მოდელი მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არტერიული ჰიპერტენზიის მართვისთვის იყო შემუშავებული, აღმოჩნდა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ონკოლოგიური პრობლემების მართვისთვის, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მართვისთვის და ამაში გასაკვირი არაფერია, იმიტომ რომ იქ სადაც საფუძველი აღმოჩნდა ანთება და იქ სადაც მთავარი მოთხოვნა აღმოჩნდა ანთება, გასათვალისწინებელია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც გახლავთ წონასწორობა მოდელის შიგნით. და ამ მხრივ რასაკვირველია ჩვენი თებში, ჩემი თებში, რომელიც ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილია და 2011 წლიდან პრაქტიკულად ყოველდღიურად თუ არა ყოველკვირეულად მაინც არის თქვენს თვალწინ, მხოლოდ შეხსენებაა იმისა, რომ ფერად-ფერადი პროდუქტები ურთიერთთანაფარდობით ისე დავალაგოთ, რომ ნახევარზე ნაკლები არ იყოს ბოსტნეული და ხილი ჩვენს კვების რაციონში. კიდევ უფრო დეტალურად თუ გავყვებით ამ ჩამონათვალს, წონის მართვისთვის აუცილებლად გვჭირდება ცილის გათვალისწინება. არა ერთჯერადად, არა ერთ ულუფად, არამედ ყველა ჯერზე ცილის გათვალისწინება და მე ვფიქრობ, ვისაც წონის ამოცანა ჰქონია, ამის შესახებ ძალიან კარგად იცის, მაგრამ მე აუცილებლად დავუბრუნდები თემას, რომ არა უბრალოდ ცილის რაოდენობა აქ გადამწყვეტი, აქ მნიშვნელოვანია ცილის ხარისხი. ჭლე ცილის ხარისხი, რომელიც ყველა ამინომჟავით შევსებას გულისხმობს და ის უნდა იყოს ჩართული ყველა ჯერზე. ანუ მთელი დღის განმავლობაში რამდენიჯერიც გაქვთ კვების, იმდენჯერ უნდა იყოს ცილა ჩართული და ამასთან ყველა ამინომჟავის ჩართულობით ამასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს. და ეს ყველაფერი უნდა იყოს დაწყვეტილებული უპირველეს ყოვლისა ბოსტნეულთან და ბოსტნეული არის ჩვენი თავარი დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც დანაყრების სავსეობის შეგრძნებას აღძრავს, გვეხმარება ცილასთან ასოცირებული ხარვეზების განეიტრალებაში, იდეალურ წონასწორობას ქმნის საკვებ ჯგუფებს შორის, თუნდაც იმიტომ, რომ მას შეუძლია მიკრონუტრიენტების უნიკალური შევსება ვიტამინებით და მინერალებით და თანაც ისე, რომ ცილოვანი წყაროები, როგორც ცხოველური, თქვათ კლასიკურად, ასევე მცენარეული წყაროებით შევივსოთ და არანაკლებ მნიშვნელოვანია აი ამ ჰარმონიაში გავითვალისწინოთ ხილის ჩართულობა. სეზონური ბოსტნეული და ხილი ენდემური, ანუ ჩვენს მიწა-წყალზე მოყვანილი, ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობის არის და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი ნივთიერებების, დანამატების და სხვა დამამძიმებელი ფაქტორების გათვალისწინება. არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთ შემთხვევაში ამ ჩამონათვალთან ერთად ის ინსტრუმენტი, რაცაც კვება წარმოადგენს ანთების წინააღმდეგ. ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ სიმსუქნის დამარცხებას ვცდილობთ, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ანთება, შევამსუბუქოთ ანთება. ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების ჩამონათვალი გნებავთ კლასიკურად ჰარვარდის მიერ შემოთავაზებული ის დამატებითი კომპონენტები, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენთვის ცნობილ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს გულისხმობს, ეს არის, რა თქმა უნდა, დამხმარე საშუალება ანთების შესამსუბუქებლად და შესაბამისად წონის უკეთესი მართვისთვის. მაგრამ ამ ჩამონათვალში ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის განსაკუთრებული ნივთიერებები, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ნაწილობრივ ეფექტთან ერთად თავარი ეფექტი აქვთ თავისუფალი რადიკალების განეიტრალება. ანუ ანტიოქსიდანტებია და ასეთ შემთხვევაში ცისარტყელა თეთრსი არის საუკეთესო არჩევანი და კომბინაცია ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტური პროდუქტებისა ჩვენ გვაძლევს საუკეთესო საშუალებას ანთებაც მართოთ და წონაც მართოთ. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩემს მიერ საუბრის დასაწყისში ნახსენებთ ჩამონათვალში, მესამე იყო, ეს არის ნაწლავის ჯანმრთელობა და ნაწლავის ჯანმრთელობის გარეშე წონის მართვა შეუძლებელი იქნება. თუ არ გავითვალისწინებთ, როგორია წონასწორობა და მდგომარეობა რეალურად ნაწლავში. აი ასეთ შემთხვევაში ყველა ის პროდუქტი, რომელიც ნაწლავის კეთილდღეობას წაადგება და ნაწლავის ბინადართა კეთილგანწყობას ჩვენი ორგანიზმის მიმართ და ჩვენი ჯანმრთელობის მიმართ, ასეთი პროდუქტები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სიმსუქნის მართვაში. ეს არის პროპრებიოტიკები
პრობიოტიკები, პოსტბიოტიკები, სხვადასხვა სახელწოდება აქვს ამ პროდუქტების კომბინაციას, მაგრამ მთავარი არის მათი ჩართულობა კვების რაციონში, რასაკვირველია თუ მათი გამოყენების რომელიმე უკუჩვენება ადამიანს არ აქვს. მოკლედ, მამა-პაპური წესით დამზადებული მჟავეული იქნება, ვაშლის ზმარი თუ მაწონიანი იოგურტი შეიძლება იყოს ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილი, ცხადია სხვა რისკების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ეს საკითხები განსაკუთრებით გასათვალისწინებელია წონასწორობის ჭრილში. რომელ წონასწორობას გულისხმობთ? წონასწორობა, რომელიც უკვე ვახსენეთ საკვებ პროდუქტებს შორის, ანუ დაბალანსებული კვებისათვის. წონასწორობა, რომელიც არის ანთების საწინააღმდეგოდ მიმართული. წონასწორობა, რომელიც ნაწლავში ამინდის და კლიმატის გამოსასწორებლად არის მიმართული. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს წონასწორობა, რომელიც არის ყოველდღიურ კვებაში და ზაფხულის განმავლობაში ერთი მხრივ უპირატესობასაც და რისკებსაც ქმნის. მაგალითად, რომელ რისკებზე ვსაუბრობთ? რისკები, რომელიც დაკავშირებულია ბანალურად წყლის მოხმარებასთან. და არასაკმარისი წყლის მოხმარება შეიძლება იყოს წინაპირობა იმისა, რატომ ვაგროვებთ ცხიმს. დიახ, ცხიმის დაგროვება შეიძლება იყოს პროვოცირებული წყლის არაადეკვატური მოხმარებით, არასაკმარისი რაოდენობით მოხმარებით. და გახსოვთ ცდუნება და თქვენ გახსოვთ მთელი თავია ჩემს წიგნში ამასთან დაკავშირებული, რომ ადამიანს უჭირს გაარჩიოს შია თუ წყურია და თუ ასეთ მდგომარეობაში ადამიანი როგორც წესი მასს აქვს შიმშილის განცდა, რომელშიც ბოლომდე არ არის გარკვეული და ყველა საერთაშორისო რეკომენდაცია გვეუბნება, რომ ჯერ დავლიოთ წყალი. იმისთვის, რომ აი ეს მიჯნა გაურკვევლობის და გარკვეულწილად განურჩევლობის გადავლახოთ. და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ გარკვეული ულუფა წყლის მიღების შემდეგ არ ქრება შიმშილის განცდა, აი მერე შევაფასოთ მდგომარეობა კრიტიკულად. არ უნდა დაგვავიწყდეს მაგალითად ალკოჰოლთან დაკავშირებული რისკები. ძალიან ბევრი თქვენგანი შესაძლოა მაგალითად ლუდს ან ალკოჰოლურ სასმელს ზაფხულში გამაგრილებადაც კი იყენებს. ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება რამდენად ვერაგია ის ენერგია, რომელიც დაშიფრულია ამ ნივთიერებებში. უпростоრად ამ პროდუქტებში, რადგან მთავარი ნივთიერება აქ ენერგომატარებელი, როგორც წესი ალკოჰოლია და ყველა ლანძღავს, როგორც წესი შაქარს და ნახშირწყალს შესაბამისად, რომელიც 1 გრამის რაოდენობით მხოლოდ 4 კილოკალორია ენერგიას გვაძლევს და 1 გრამი ალკოჰოლი რატომღაც გვავიწყდება, რომ 7 კილოკალორია ენერგიას გვაძლევს და შესაძლებლად მე ვფიქრობ ძალიან მარტივი რიცხვებია. არ უნდა დაგვავიწყდეს გასაგრილებლად ზაფხულში გამოსაყენებელი და გამოყენებადი ისეთი რისკ ფაქტორები წონისა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში კვებადაც არ მივიჩნევთ და შეუმჩნევლად გვრჩება. ისევე როგორც ალკოჰოლი არ მიგვაჩნია კალორიულ დატვირთვად, ასევე ხშირად არ მიგვაჩნია კალორიულ დატვირთვად ან კვებად არ მიგვაჩნია მაგალითად ენერგეტიკული სასმელების მოხმარება, ტკბილი სასმელების მოხმარება, არადა ამ პროდუქტების მთავარი ტვირთი სწორედ სიტკბო და ის შაქარია, რომელიც ფუჭ კალორიებს გვაძლევს და იმ ფარულ რისკს ქმნის ჭარბიწონის და სიმსუქნის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვაკონტროლებთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს არის კომუნიკაციის პროცესში და ვერ ვაკონტროლებთ რაოდენობას, რამდენით მივიღეთ. კრიტიკულად არ ვაფასებთ მდგომარეობას მაშინაც, როდესაც ეკრანებთან ვართ. სხვათა შორის ეკრანთან ჭამას მას მთავარი რისკი სწორედ ეს აქვს. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მოხმარებულ ულუფას, აღარაფერს ვამბობ, რომ ვერ ვაკონტროლებთ გემოს და ვერ ვაფასებთ ადეკვატურად იმ ღირსებებს, რომელიც შეიძლება ამ პროდუქტს გქონდეს. აღარაფერს ვამბობ შაქრის გადაჭარბებულ მოხმარებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფარული რისკიც, რომელიც არის გადამუშავებულ საკვებში ტრანსცხიმების სახით და ასეთი პროდუქტები, რომელიც ფარულ ცხიმებს, ფარულ შაქრებს შეიცავს, ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე გათვალისწინებული იმ საერთო დატვირთვაში, რომელიც ყოველდღიურად შეიძლება გქონდეს და განსაკუთრებით შეიძლება იყოს ზაფხულში გაზრდილი რისკი. რატომ? ცხელა გარეთ ყოფნა გვირჩევნია, ნაკლები დროის დახარჯვა გასქურასთან, არადა კვებისათვის ხელმისაწვდომი, სახელდახელოდ მომზადებული საკვები შეიძლება იყოს ბევრად უფრო მოსახერხებელი. ცდუნება, რომ სწრაფი კვების პროდუქტები მოვიხმაროთ, იზრდება, დიახ, იზრდება, იმიტომ რომ სწრაფად არაჩვენ მიერ ბინაში მომზადებული, ან მომზადებული, მაგრამ უკვე ნახევრად დამუშავებული პროდუქტების დასრულება ბევრად
ბევრად უფრო მოსახერხებლად გვეჩვენება. სწორედ ამ პროდუქტებში არის დაშიფრული ცრუ კალორიები, ამ პროდუქტებში არის დაშიფრული ფარული საფრთხე, შაქრის, ცხიმის და სხვადასხვა სახის დანამატის ან შემავსებლით, რომელიც უნებურად ტვირთად ექცევა ხოლმე ჩვენს ორგანიზმს დამატებითი ცხიმების და დამატებითი წონის სახით. ეს არის ის რისკები, რომელიც საკვებთან დაკავშირებით შეიძლება წარმოვიდგინოთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საკვებთან დაკავშირებული რისკების ზოგადი, როგორიც არის რეჟიმი, ულუფა, რაციონი. ანუ არაუბრალოდ რა მივირთვი, არამედ რამდენი მივირთვი და როდის მივირთვი. აი, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, აი ის თავისებურება, რაც ახლავს ზაფხულს. ზაფხულში მზის აქტივობა იზრდება. ზაფხულში დღე უფრო გრძელია ვიდრე ღამე. ეს ჩვენ კარგ გუნებ განწყობაზე გვაყენებს. გამოდის, რომ წონის მართვის ისეთი ფაქტორი, როგორიც გახლავთ სტრესი, ბევრად უფრო ადვილად დაძლევადია. დიახ, ზაფხული ადამიანებს უმსუბუქებს სტრესებს, სწორედ მზის აქტივობა და დღის ხანგრძლივობა ამაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გარე სივრცეში უფრო მეტი დროის დაყოვნებასთან და მეტ სოციალურ აქტივობასთან ერთად. გამოდის, რომ ეს ძალიან კარგია წონის მართვისთვის, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სტრესი, სოციალური კომუნიკაციის ხარვეზები აუცილებლად იწვევს წონის დაგროვებას. მას გამოდის, რომ ჩვენ დამატებითი შესაძლებლობა გქონია წონის უკეთესი მართვისთვის. დიახ, მაგრამ აქ არის რისკიც, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. გრძელი დღე ნიშნავს ხანგრძლივ პერიოდს კვებისთვის და თუ ჩვენ მხოლოდ დღის სინათლეს გავყვებით როგორც ორიენტირს და არ მივაქცევთ ყურადღებას კვების დროს, აღმოვაჩენთ, რომ ეს პერიოდი არის საცდური და გარკვეულწილად სატყუარაც იმისთვის, რომ არანორმირებულად, ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვეთ, გადაჭარბებულად მოვიხმაროთ საკვები პროდუქტები. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ტემპერატურის პირობებში არ გვექცეს დატვირთვათ და ჯანმრთელობისთვის რისკად. მას რა იქნებოდა ოპტიმალური არჩევანი წონის მართვისთვის და თან კარგი ფიზიკური აქტივობისთვის, რომელიც ძალიან გვჭირდება წონის მართვისთვის. წყლის პროცედურები და წყალთან დაკავშირებული აქტივობა, რომელიც თავისთავად სტრესის მართვის ძალიან კარგი ინსტრუმენტია და მეორე მხრივ ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ სხეული შევამსუბუქოთ. გრავიტაციის პირობებში, როდესაც მიწაზე ვასრულებთ, ხმელეთზე ვასრულებთ ვარჯიშებს, დატვირთვა ორგანიზმზე სრულიად განსხვავებულია ვიდრე წყალში, სადაც ჩვენ დაახლოებით 60-70%-ით ვამსუბუქებთ ჩვენ სხეულს და გაცილებით მეტი ძალისხმევა შეიძლება გავიღოთ იმისთვის, რომ წონა უკეთ მართოთ. მე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ რასაკვირველია, ყველა აქტივობა გარკვეული სისტემის ჭრილში მნიშვნელოვანია, მაგრამ ისე რომ ადამიანს სტრესს არ აყენებდეს, ადამიანის განცდებს არ ამძაფრებდეს. და ასეთ შემთხვევაში მიღებულია, რომ წონის მართვისთვის ოპტიმალური იქნებოდა კალორია შემზღუდავი კვება. ეს არის ის სტანდარტი, რომელსაც მთელი მსოფლიო უხშირეს შემთხვევაში მიმართავს. მაგალითად, შეიძლება ასეთ შემთხვევაში წარმოვიდგინოთ, მამაკაცი, რომლის ყოველდღიური მოხმარება 2000-2500 კილოკალორიაა, გადადის ისეთ კალორიულ შეზღუდვაზე, ყოველდღიურად 500 ან 750 კილოკალორიის შეზღუდვით, რომელიც მიიყვანს 1500-1800 კილოკალორიამდე. ქალების შემთხვევაში, სადაც 1800-2000 კილოკალორია საშუალოდ შეიძლება გქონდეს დღიური მოხმარება, გადადის ისეთ შეზღუდვაზე, სადაც 1200-1500 კილოკალორია ექნება დღიური მოხმარება. ასეთი მიდგომა შესაძლებელია, რასაკვირველია შესაძლებელია, მაგრამ გულწრფელად დავფიქრდეთ. სასიამოვნოა მაშინ, როდესაც რაღაც გემრიელი გეგურულებათ თეფშზე. თქვენ ამ დროს წონიდეთ, გრამებში საზღვრავდეთ, კალორიებს ითვლიდეთ, იქნება სათანადოდ აღქმული ეს ინფორმაცია. მიიღებთ კი კვებასთან ერთად ისეთივე სიამოვნებას ამ კონტროლის გარეშე რომ მიიღებდით. ამას მე ვფიქრობ, არ სჭირდება სამედიცინო განათლება, თქვენ დარწმუნებული ვარ, პასუხი უკვე გაქვთ. ადამიანს სჭირდება თავისუფლების განცდა და უპირველეს ყოვლისა თავისუფლების განცდა არჩევანში, კვებით არჩევანში მათ შორის. ამიტომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, ავირჩიოთ კალორიების თვლა, გრამების თვლა, თუ
ვისწავლოთ საკუთარი ორგანიზმის მოსმენა და ოპტიმალური არჩევანის გაკეთება, მე სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გავაკეთებდი არჩევანს და მე მინდა გაგახსენოთ ჩემი წიგნი და წიგნში საერთაშორისო აღიარებული აღნუსხვა ზომებისა. მე არ ვიცი რამდენად კარგად ხედავთ ახლა, მაგრამ მე შემიძლია ეს ყველაფერი ძალიან კარგად გაჩვენოთ. აქ დახატულია, როგორ უნდა აღნუსხოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მე სიამოვნებით გაჩვენებთ და გაჩვენებთ რა წერია და რა ხატია ამ წიგნში. აქ წერია, რომ მაგალითად, თუ ჩვენ საკუთარ ხელს გავხსნით, დავაკვირდებით ჩვენს ხელის გულს, როგორც ზომას ზემოდან, ასევე სისქეს. ჩვენ ძალიან ადვილად მივხვდებით, რამდენი უნდა იყოს ცილა, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ დღიურად. მაგალითად, ქალებისთვის ეს არის ერთი ხელის გული, ერთი ხელის გული. მამაკაცებისთვის ეს არის ორი ხელის გული. და რა მოიაზრება ამ ხელის გულზე? მოიაზრება საქონლის ხორციც, ფრინველის ხორციც, თევზიც და თქვენ წარმოიდგინეთ ლობიოც კი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქალებისთვის ერთი ხელის გული ცილოვანი კომპონენტებისთვის, მამაკაცებისთვის ორი ხელის გული. რა მოხდება თუ ჩვენ შევკრავთ მუშტს, მაშინ აღმოვაჩენთ იმ რაოდენობას, სულ მცირე, მინიმალურ რაოდენობას ბოსტნეულისა, რომელიც ყველა ულუფაზე უნდა გქონდეს. ქალებისთვის სულ ცოტა ერთი მუშტი, მამაკაცებისთვის სულ ცოტა ორი მუშტი. ეს გახლავთ ის მინიმუმი, რაც უნდა იყოს აუცილებლად ულუფაში გათვალისწინებული. არ უნდა დაგვავიწყდეს ბოსტნეულის ის ვერსია, რომელიც ნახშირწყლებს შეიცავს, მაგალითად კარტოფილის შემცველი. და აი ასეთ შემთხვევაში ამ ჯგუფში უნდა გავიაზროთ ასევე მარცვლეულ ბურღულეული. და საზომი იქნება რეალურად მუჭი, პეშვი. ანუ გახსნილი მუშტი, სადაც აი ამ ორმოში საკმაოდ ცოტა პროდუქტი დაეტევა ბოსტნეულთან შედარებით, რომელიც მთელი მუშტია. და აი ერთი მუჭი იქნება ქალებისთვის საწყაო, მამაკაცებისთვის ორი მუჭი. როგორც განსაზღვროთ ოპტიმალური რაოდენობა მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობის ცხიმების, ეს კარაქსაც ეხება, ეს ზეთსაც ეხება, მოკლედ ეს გახლავთ ჩვენი ცერი. ერთი ცერი ქალების შემთხვევაში და ორი ცერი მამაკაცების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, საკუთარ ხელს ვიყენებთ აზომვისთვის, საწყაოდ და არა სადღაც ზოგადად მითითებულს. ამიტომ არის ასეთი ზომების უპირატესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ჩემი თებში, ჩემი ხელები, ჩემი საწყაო და ჩემი კვების მოდელი. ეს არის ის განსაკუთრებული არჩევანი, რომელიც ზაფხულში სადაც არ უნდა ვიყოთ, გვაძლევს საშუალებას ოპტიმალურად მართოთ ჩვენი კვება და გავითვალისწინოთ, რომ სეზონური პროდუქტები, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია საკვები ნივთიერებებით, ჩვენს მიწაზე ენდემურად მოყვანილი პროდუქტები, სწორედ უხვად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველა ინფორმაციის, რაც უკვე გაგიზიარეთ, გათვალისწინებით, ჩვენ შევძლოთ თავარი ამოცანის გადაჭრა შემოდგომის და ზამთრის დადგომამდე. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი გორეული გაშილიფებულებმა, სწორედ ზაფხულის სამოში გახვეულებმა ბევრად უფრო კრიტიკულად შევაფასოთ და საკუთარი გამარჯვებებით და წარმატებებით ბევრად უფრო ობიექტურად შევაფასოთ. და რაც მთავარია, ვჭამოთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ და არ ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ვჭამოთ. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.